მოკლედ დღეს ჩვენი ამ წლის ბოლო ეპიზოდია. ასეთი სიტუაციის წარმოდგენით დავიწყოთ და მაინტერესებს გქონია თუ არა მსგავსი ტიპის სიტუაცია შენ. მოკლედ ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, როდესაც მიდიოდა ხოლმე სამსახურში, თანამშრომლებს ჰქონდათ კუთხეში დაყენებული პატარა სანათი და ანთებდნენ ხოლმე წითელ შუქს. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ მოვიდა. და როდესაც ოფისიდან გადიოდა და ტოვებდა ხოლმე ოფისს, ინთებოდა მწვანე შუქი, ხო? და ნიშნავდა, რომ თავისუფლად სუნთქავთ და ოფისში არ არის ეს ადამიანები. მეორე მხრივ ამ ადამიანს ესეთი განცდა ჰქონდა, რომ რამდენი იდიოტი თუ არ გარშემორტყმული, ყველა იდიოტი ჩემ გარშემო როგორ ტრიალებსო და ერთხელ ერთ-ერთმა მეგობარმა კითხა, რომ კი მარაო ეს ამდენი იდიოტი ვისი აყვანილიაო სამსახურშიო და შემოუტრიალა და ჩემი აყვანილიაო და რა გამოვიდა, რომ თვითონ იყო ყველაზე დიდი იდიოტი, ხო? იდიოტების გარემოცვაში. მოკლედ ისი კითხვა მინდოდა, ხომ არ გეცნობა ესეთი სიტუაცია? კი, ნინო, რა თქმა უნდა, მეცნობა. ნეტა ვის არ ეცნობა, მაინტერესებს ისეთი გარემო, სადაც ეგ იქნებოდა უჩვეულო. ოღონდაც ყოველ შემთხვევაში კონკრეტული შემთხვევა რაც მახსენდება, იქ შუქი არ გვეყენა, მაგრამ სამაგეროდ თანაშემწეს ჰქონდა, საერთო სისტემა ჰქონდა ლაპარაკის და თანამშრომელს ეყენა ხოლმე მესიჯი კონკრეტული. ის როცა ეყენა ხოლმე, ესე იგი, უფროსი მოსული იყო ხოლმე, როდესაც იცვლებოდა, ესე იგი, უფროსი არ იყო და შეგვეძლო უფრო თავისუფლად ყოფილიყავით. მგონი ყველგან არის მსგავსი რაღაც სისტემა. NASA-ს ცენტრი მოწყობილი. NASA-ს ცენტრი და ერთმანეთთან მინიშნებები, რომ ოფისში აფრთხილად იყავით. მე მახსოვს ესეთი სიტუაცია, მაგრამ ჩვენ როგორც ჩანს, სტრატეგია შევიმუშავეთ. ძალიან საინტერესო პროექტში ვმუშაობდი, ბევრი წლის წინ იყო ეს და ყავდა ისეთი რა, ძალიან საყვარელი და ჭკვიანი უფროსი. თან ყველას ძალიან გვიყვარდა ეს ადამიანი, იმიტომ რომ არჩეულებრივი ადამიანი არის, მაგრამ ესე იგი შემოსვლის მანერაზე ვხვდებოდით რა ხასიათზე იყო. შევიმუშავეთ სტრატეგიაც რა, რომ დავამუღამეთ, რომ როდესაც რაღაცას ვეტყოდით, ან რაღაცის შეცვლა გვინდოდა, ცოტა სხვანაირად გაკეთება გვინდოდა, პირველი იყო არა. რომ დავაკვირდით და რომ ნახეთ, რომ მუდმივად ეს არა მეორდებოდა, შევიმუშავეთ ჩვენი სტრატეგია. არ ვეწინააღმდეგებოდით, ამ არაზე თავდაცვის ან თავდასხმის რეაქცია არ გქონდა და შეთავაზებასაც რბილად ვაკეთებდით ხოლმე, რომ გვინდოდა, რომ თითქოს ვატრიგერებდით იმ მომენტს, რომ დაფიქრებულიყო მაინც ეს ადამიანი. ხო და რა ხდებოდა რა, ჩვენმა სტრატეგიამ გაამართლა, რისი თქმა მინდა. შევიდოდა თავის ოთახში და ცოტა ხანში თუ ეს იდეა და ეს წინადადება მართლა ღირებული და კარგი იყო, რა თქმა უნდა, გამოვიდოდა, გვეთანხმებოდა, კის ამბობდა, ან მერე დისკუსია მიდიოდა, რომ ხო, მოდი ვცადოთ, შევცვალოთ, ან ასე ხო არ შევცვალოთ და ასე შემდეგ. ეს რისი მანიშნებელია, რომ შეგვიძლია ჩვენ სტრატეგიების დასახვა, ოდნავ დაფიქრება, ჯიბრში რომ არ ჩავუდგეთ ადამიანებს და რაღაცნაირად მოლაპარაკებაზე წასვლა, ხო? იმიტომ რომ ყველა ხო ჩვენაირი არ არის. ჩვენ გვიყვარს ადამიანები, რომლებიც ჩვენერად იქცევიან, ჩვენერად აზროვნებენ და ეს ხშირ შემთხვევაში რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება ხოლმე და სწორედ ამიტომ თუ გვინდა რომ არ გქონდეს ისეთი განცდა რომ იდიოტები ვართ გარშემორტყმულები და ჩვენ ყველაზე დიდი იდიოტი ვართ რომელიც აი ამ ბევრი იდიოტს ემსახურება განვიხილოთ ესეთი არაჩვეულებრივი წიგნი ამ წიგნსაც ქვია იდიოტებით გარშემორტყმული და აქცენტი არის ქცევაზე 4 ტიპის ქცევას განიხილავს ავტორი, ყველა ქცევას თავისი ფერი აქვს, მინიჭებული იმისათვის, რომ მარტივად დავინახოთ, რა ფერის პატერნები გვაქვს და ამით ცდილობს აგვიხსნას, რომ დავაკვირდეთ ქცევას, იმიტომ რომ ქცევის მიღმა დგას ადამიანი, დგას პერსონა და ჩვენ არ ვიცით რა არის ამ კონკრეტული ქცევის გამომწვევი, ხო? ერთ-ერთი ცნობილი გამონათქვამიც არსებობს, რომ ჩვენ ვხედავთ მარტო ჩვენს ქცევას და იმას ვერ ვხედავთ, რაც ქცევის მიღმა და ამიტომ თუ გვინდა რომ ეს ყველაფერი შევიცნოთ, ქცევა დაკვირვებადია და ადამიანის ამოცნობაც ქცევის ხარჯზე შესაძლებელია.
კი ნინო და ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ კი გონია რომ ჩვენ ვიქცევით სწორად და ყველაზე მართლები ვართ, იმიტომ რომ ტვინი ყარნახობს ხო მაგას, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით და ყველაზე მაგრები ვარ და სწორ არჩევანს ვაკეთებთ და ასე შემდეგ, მაგრამ იმ სხვა ადამიანს თავისი ტვინი აქვს. ისიც ანალოგიურად ყარნახობს, იმას თავისი ლოგიკა აქვს და როგორც წინა ეპიზოდებში ვისაუბრეთ, თუ ერთმანეთს მოусმენთ და დავფიქრდებით და გავაანალიზებთ, შეიძლება მათი ლოგიკა უფრო ლოგიკური იყოს. და რადგან ვერ განსაზღვრავთ ასე აპრიორი რომელი ქცევა არის სწორი და რომელი ქცევა არის არასწორი, მოდი ერთმანეთს მოусმინოთ, გავიაზროთ, რა დგას ჩვენი ლოგიკის უკან, რატო ვიქცევით ასე თუ ისე და ვეცადოთ რომ ერთმანეთს გავუგოთ. კი ბევრად შეგვიმსუბუქებს ცხოვრებასაც და უფრო კარგად ვითანამშრომლებთ კიდევაც. იცით, აი ორგანიზაციაში ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ესეთი დაკვირვებულები ვიყოთ ადამიანები და ერთმანეთს შევეცადოთ რომ გავუგოთ, ხო? ამიტომ და შევარჩიოთ სწორი სტრატეგიები. ყველა წარმატებული და ესეთი ლიდერი კომპანია, ვისაც უნდა რომ ჰქონდეს ბევრი შემოსავალი, ჰქონდეს მეტი მოგება, ჰქონდეს მეტი ინოვაციური პროექტი, რომელიც კიდევ უფრო გაამდიდრებს საბანკო ანგარიშებს, რას აკეთებს, რომ აკვირდება ადამიანის ქცევას, სწავლობს ამ ადამიანების ქცევას და ქცევის შეცვლით აი ამ ხელა მოგებაზე და წარმატებაზე გადია. მაშ ასე. ანუ ქცევის და მიდგომების შეცვლა გამოიწვევს KPI-ების ზრდას და ყველა იქნება ბედნიერი. მარტივი მათემატიკა. მარტივი მათემატიკა. აინთო წითელი? ავანთოთ წითელი. ავანთოთ წითელი და პირველი ფერი, რომელსაც ავტორი განიხილავს, ეს არის წითელი. წითელი ადამიანები, ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ადამიანებს, რომელთაც აღენიშნებათ ეს წითელი ქცევები, ბევრი წითელი პატერნი აქვთ. ბევრი წითელი პატერნი და შენ წარმოიდგინე, წითელის დევიზი რა არის? მხოლოდ მკვდარი თევზი მიყვება დინებას. და ეხლა წარმოიდგინე ეს როგორი ადამიანია. ძალიან ენერგიული, სულ სიახლეები უნდა, სულ გამოწვევები უნდა, აი ესეთი დრაივი აქვს, რომ ცეცხლმოკიდებულია თითქოს რა, არასოდეს არ ჩერდება. ვერ იტანს ნელა რაღაცის კეთებას, არ მოსწონს ერთი და იგივეზე ჩაჭიდება და ამიტომ სულ ბრძოლაშია და სულ ესე განათებული წინ მიისწრაფვის, ხო? ესეთი ადამიანები არიან დომინანტები, არიან ამბიციურები და ესეთი ქცევა ახასიათებთ, რომ აი მე ეს თქვი და უნდა გაკეთდეს. ნაკლებად აინტერესებს სხვისი აზრი, მაგრამ თუ დაინახა, რომ სხვისი აზრი კარგია, გაითვალისწინებს და ამას გააკეთებს. და ხა შენ წარმოიდგინე, რომ ასეთი ლიდერი გყავს, ან გუნდის წევრი არის ასეთი, როგორ უნდა მოიქცე, ხო, ამ ადამიანთან, იმისათვის, რომ არ შეეჯახო და მოკლე ჩართვები არ იყოს ხოლმე. ასეთ ადამიანს უნდა აჩვენო, რომ შენ სწრაფი ხარ. სწრაფად იღებ გადაწყვეტილებას. უნდა აჩვენო, რომ მის ტემპს მიყვები. აუცილებელია გამოხვიდე ინიციატივებით, იმიტომ რომ არ მოსწონთ მათ უინიციატივო ადამიანები, ხო? და მნიშვნელოვანია ის, რომ შენ აზრზე იდგე მყარად. როდესაც წითელი ქცევის ადამიანი უყურებს მეორეს, რომელსაც შეუძლია თავისი საკუთარი აზრისა და პოზიციის მედგრად დაცვა, მის მიმართ პატივისცემით იმსჭვალება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აპრიორი დაგეთანხმება. თუმცა ხედავს რა, შენში დრაივს ხედავს და ეს ძალიან მოწონს. აი, ესეთი პატარა განმარტება რო გავაკეთოთ. წითელს მოსწონს შენში დრაივი და არა ის, რომ შენ ხარ დრაივიანი. ასე რომ წითელ ბოსთან თუ გინდათ რომ კარგები გამოჩნდეთ, ღამე არ არის საჭირო სამსახურში დარჩენა, ეს მათ საერთოდ არ აინტერესებს, შენ ღამე დარჩი თუ რაღაცა გადაათენე და თავი დააკალი ამ საქმეს, არა. მას უნდა სწრაფად, ხარისხიანად და შედეგზე ორიენტირებული შესრულება, შენი ინიციატივა და ტემპში აყოლა. და ბოლოს ერთს დავამატებ, რომ აი კიდევ როგორი ტიპია წითელი, როდესაც გკითხავს, რომელი საათია. აი რას უპასუხებდით აკო? რაც მოყევი, მაქედან გამომდინარე ზუსტად უნდა უპასუხო საათი. აი ვთქვათ, თუ შეხვედრაზე მიდიხარ და დრო გაქვს მანამდე, არ უნდა უთხრა, რომ ჯერ ადრეა.
უნდა უთხრა კონკრეტული საათი. ხო. 9:15 წუთია, არავითარ შემთხვევაში რომ ჯერ ადრეა შეხვედრამდე ბევრი დრო გვაქვს, არა, მოკლედ და კონკრეტულად და ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს ამ ადამიანს, ხომ? ეს ცალსახაა, იმიტომ რომ ექსტროვერტია, შედეგზე ორიენტირებულია, გამარჯვებაზე ორიენტირებულია. აი იმდენად არის გამარჯვებაზე ორიენტირებული, რომ ოჯახის წევრები მემორისაც არ ეთამაშებიან. ისეთ აზარტში შეიძლება შევიდეს, რომ ყველაფერს ცეცხლი მოუკიდოს და გექნებოდა, რა თქმა უნდა, გამოცდილება ასეთი ქცევის პატერნებთან, ხო, შენ და ესეთი კითხვა მინდა დაგისვა. როგორ შევაჩეროთ ხოლმე, აი რა ვუშველოთ ასეთ ადამიანებს, როცა ზედმეტი მოსდით და ვერ ხედავენ. ვეცადოთ, რომ რაღაცნაირად გავანეიტრალოთ. ვაგრძნობინოთ, რომ შეუძლიათ დაპაუზება, რომ ყველაფრის გადაწყვეტა არ არის მათი ვალდებულება და მოვალეობა, რომ მათ გარეშეც კეთდება საქმეები, დავანახოთ, რომ სხვებიც მუშაობთ და მარტონი არ არიან ამ კონკრეტულ საქმეში. ვეცადოთ, რომ ცოტათი შევასვენოთ, ანუ პაუზა გავაკეთებინოთ რა, მაგას ვფიქრობ, ერთი ახლა წითელთან მიმართებით. ანუ დატკბი ცოტა პროცესით, ხო, ჩაისუნთქე, დამელოდე. ყველას ესეთი ტემპი არ აქვს, ხო, ესეთი სწრაფი ტემპი არ აქვს და გადამეტებამ შეიძლება საქმეც გააფუჭოს, ასე რომ ძალიან დადებითი მხარეა ის, რომ არის მიზანმიმართული, ჩამოყალიბებული, დამოუკიდებელი და აი გამოწვევა არის ის, რომ არის ძალიან ამბიციური, რთული და ძალიან მკაცრი და მომთხოვნი. მაშ ასე თუ კი თქვენ ატყობთ, რომ აი ესეთი ქცევა ხშირად გახასიათებთ, მნიშვნელოვანია რომ დაფიქრდეთ. რომ ყველა თქვენაერი არ არის და ტემპში ბევრი შეიძლება ვერ დაგეწიოთ. რეალურად კარგია რომ შენ დავალებებს აკეთებენ, მაგრამ იქ რაღაცნაირად შეიძლება ჩაკვდეს ინოვაცია, ახალი იდეა და ასე შემდეგ. ალბათ. ინიციატივები. მოკლედ ეს ჩვენი წითელი. შემდეგი რა გვაქვს? შემდეგი გვაქვს ყვითელი და ძალიან მომეწონა ეს შოკოლადების ისა და მით უმეტეს რო დავინახე მე რა შემხვდებოდა. შემდეგი არის ყვითელი. ეს ადამიანები არიან ძალიან მხიარული, ენერგიული, ხალისიანი. არ ჭირდებათ მიზეზი იმისთვის, რომ იყვნენ ბედნიერები. რუკის მეორე მხარეს თუ გლობუსის მეორე მხარეს დედამიწის ბოლოს სხვა რაღაც წერტილში მზე ანათებს, ეგეც საკმარისია იმისთვის, რომ ისინი იყვნენ კმაყოფილები, მხიარულები, სიცილით სავსე, ჟრიამულით სავსე და ასე შემდეგ. ძალიან უყვართ ხალხთან კომუნიკაცია, ექსტროვერტები არიან. მოწონთ, როდესაც მათ აღიარებენ, როდესაც ისინი მოწონთ, რაღაც ესე გამოხატავენ და ყურადღების ცენტრში არიან. მაგრამ ამავდროულად თვითონაც აი ვისთანაც კონტაქტი აქვთ, იმათაც აგრძნობინებენ, რომ ისინი მნიშვნელოვნები არიან. ამიტომ ეს ამ ყვითელი ჯგუფის მიმართ ძალიან ბევრი სიმპათია და დიდი სიმპათიაა ხოლმე. როგორც წითლები ძალიან ენერგიულები არიან, ხო? მაგრამ ამათ აქვთ ძალიან ბევრი იდეა, ინიციატივა, სულ რაღაც ახალის გაკეთება უნდათ, სულ რაღაც ახალზე ფიქრობენ, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება, უყვართ საქმის გადადება. ანუ იდეებს ისვრიან, მაგრამ მე სხვებს გადაავალებენ ხოლმე, რომ იქნებ სხვა მოიშორონ თავის თავიდან, იმიტომ რომ თვითონ სხვა იმითი არიან უფრო გატაცებულები, სხვა საქმით იმ მომენტში. ძალიან ბევრი, რადგანაც ესეთი ექსტროვერტები არიან, ძალიან ბევრი კონტაქტი ყავთ სოციალურ ქსელებში, მობილურში რო ჩახედო, ეხლა სია არის მათი კონტაქტების, რომ ალბათ მოსახლეობის აღწერას გასიდენი არიან. ყვითელი ფუნქციები, სატელეფონო ცნობა. და აი მუდმივ ანუ რაც კარგი აქვს, სულ უნდათ რომ სხვებიც გაამხნევონ. ამიტომ მათი იმედი ყოველთვის აქვთ და რაც ძალიან კარგი არის, რომ კრიზისულ სიტუაციებში ისინი არ იკარგებიან და ძალიან რესურსულები არიან, არ იბნებიან, არ ვარდებიან დეპრესიაში. ეს არ გამოვიდა, ძალიან ცუდი, ისა რა პრობლემაა? ცუდი არ არის, ამით შეგვიძლია რაღაცა ვიხეიროთ, მოდი TikTok-ი ჩავწეროთ. რა ვიცი, რაღაცა მილიონი სხვადასხვა იდეა შეიძლება დაებადოთ. და ძალიან ძლიერები არიან მოლაპარაკებაში. ისე აგვარებენ საქმეებს, ისე მოელაპარაკებიან და ისე გადაწყვეტენ ყველაფერს,
და ესეც მათი ის არის რომ ამ გადაწყვეტილებებს იღებენ არა არგუმენტებზე და არა მონაცემებზე დაყრდნობით, არამედ ინტუიტიურად, ანუ თავის ინტუიციას ძალიან ენდობიან და ეს მარტივად აგვარებენ ყველანაირ საქმეს და მაგაზეა ის გამოთქმა ძალიან მიყვარს. ისეთი კარგი მომლაპარაკებლები არიან, რომ პინგვინსაც კი მიყიდიან თოლს. და აი ამ მათი დადებითი აურით, დადებითი გარემოთი ძალიან უყვარს ხალხს მათთან ურთიერთობა. მაგრამ როგორც ვახსენე, არ უყვართ საქმეზე გადასვლა. ხშირ შემთხვევაში ალბათ ყოველთვის არა. კი აქვთ 10 წლიანი მიზანი, მაგრამ იმ მიზნამდე როგორ უნდა მივიდნენ, საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ, ქაოტურები არიან. ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო, მაღაზიაში შეიძლება შევიდნენ, სამჯერ გამოვიდნენ და უკან დაბრუნდნენ, იმიტომ რომ არ აქვთ გაკეთებული რა აქვთ საყიდელი. და ასე შემდეგ, ანუ ეს თავიანთი ქაოსის ზოგჯერ რა თქმა უნდა დისკომფორტს უქმნის გარშემომყოფთ და აფერხებს ხოლმე გარკვეულ ქმედებებს. მაგრამ ჯამში აი ეს ენერგია და ეს პოზიტივი ძალიან კარგ აურას ქმნის. თუმცა შეიძლება გადაიზარდოს ხოლმე იმაში რომ გახდნენ დომინანტები, დაიწყონ манипуляცია და ასე შემდეგ. შენ როგორ ფიქრობ, როგორი ადამიანი სჭირდებათ მათ, რომ ეს მათი დადებითი მხარეები უფრო წარმოაჩინონ და ეს რაც გამოწვევა აქვთ, იმას მიხედონ? ესეთი თვისება ჩემ გარშემო ძალიან ბევრ ადამიანს ახასიათებს და არაჩვეულებრივი თვისება, როდესაც ესეთი ოპტიმიზმით შეპყრობილი ხარ. ანუ ქცევა არის ის, რომ მომავალზე არიან ორიენტირებულები. ხო, აი მომავალში ხედავენ, ამა განხორციელებული იდეებს და ამით შთაგონებულები არიან. თუმცა როგორც შენ თქვი, წესრიგი აკლიათ to-do list-ი. აკლიათ პროცესზე ორიენტირება და ცოტა მყარად, აი წითელი თუ კონცენტრირებულია აწმყო დროზე და მყარად არის ფესვებ გადგმული მიწაში. ესენი არა, ესე ქარიშხალივით დაფრინავენ და მტვერი შემოაქვთ, ხო, ოთახში. ამიტომ მიდგომა არის ასეთი, როგორც კი ადამიანს, რომელსაც აი ყვითელი ქცევები ახასიათებს, ეს ადამიანი უნდა დაისვა. და ძალიან კონკრეტულად უნდა აუხსნა იმ პატარ-პატარა ნაბიჯების მიზნობრიობა, ღირებულება, თავის დიდ მისიასთან ძალიან ბევრი გადამკვეთი წერტილი და ჯაჭვი უნდა დაანახო, რომ მიხვდეს, რომ აი ეს ღირებულია, ეს რუტინა ღირებულია, იმიტომ რომ რუტინის გარეშე მე ჩემს აი ამ დიდ მიზანს ვერ მივაღწევ და ამიტომ ესეთი რეალისტური ადამიანები, როდესაც დგანან მის გვერდზე, რომლებიც პროცესზე არიან ხოლმე ორიენტირებულები, ამოხრუჭებენ და ღრუბლებიდან ხშირ შემთხვევაში ქვემოთ ჩამოყავთ ხოლმე და მნიშვნელოვანია რომ მათ ჩვენ მოვუსმინოთ. იმიტომ რომ შენ არ მოგისმენს. არ ახასიათებთ მოსმენა. თვითონ უნდა ისაუბროს, რომ არ კითხო არაფერი, მაინც უამრავს გიპასუხებს და ძალიან ბევრი ისტორიას მოგიყვება, იმიტომ რომ უნდა პოზიციონირებთ ეს და აი ამ არეალს რო შეუქმნი და ასპარეს მისცემ და აი რომ მოусმენ, რომ გაუგებ და აი გრძნობებზე და ემოციებზე და ურთიერთობებზე ღლიცინში მე ასე ვიტყოდე ჩემი ტიპაჟიდან გამომდინარე. აი ამ ღლიცინში რო აყვები, უკვე ქმნი იმ გარემოს, რომ ჩვენ კოჰაბიტაციისთვის მზად ვართ, ხო? ძალიან არ უყვართ კრიტიკა, საკო. არ უყვართ. არ უყვართ კრიტიკა და შე როგორც ახსენე, არიან манипуляტორები, კარგი манипуляტორები. ზოგ შემთხვევაში ეს ხეირიანია, ზოგ შემთხვევაში რა თქმა უნდა არა. ესე იგი, კონკრეტულ თემაზე რომ დაუწყებ საუბარს და კონკრეტულ ნაბიჯზე, აი რომ ჩააჭერ უკავშირის მიცემის დროს, ყველაფერს იზამს, რომ თემიდან გადაგიყვანოს. ესე იგი, შენ თუ მყარად არ დგახარ და არ უბრუნდები იმ კონკრეტულ პატარა საკითხს, რისი განხილვაც გინდოდა, ისე დაგაბნევს, რომ აი საერთოდ სხვაგან წაგიყვანს რა. მოკლედ ესეთი ადამიანები არიან, მათთვის ცხოვრება ბანკეტია. და ფიქრობენ და ცდილობენ, რომ სხვებსაც საბანკეტო განწყობა და გარემო შეუქმნან გარშემო. ასე რომ ძალიან სახალისოა, სასარგებლოა და ბევრი სიკეთის მომტანია ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა. მაგრამ ნახოთ, აი რა გამოწვევები აქვს. აი გამოწვევები რაც ახსენე ვერ გეგმავს, ქაოტურია, არაორგანიზებულია
იდეები კი აქვს არაჩვეულებრივი, მაგრამ იმ იდეებსაც ხო განხორციელება ჭირდება და ეს შესაბამისად ძალიან პრობლემური ხდება ხოლმე. ამიტომ გვერდში ჭირდება ადამიანები, როგორც ახსენე, რომლებიც დაეხმარებიან დედამიწაზე ჩამოსვლაში, მიწაზე დადგომაში მყარად, რომ საქმე, ანუ იდეა საქმედ აქციონ ხოლმე, ხო? კი, იდეა საქმე, შთაგონება კარგია, თუმცა გვჭირდება კონკრეტული ნაბიჯები, რომ ეს შთაგონება გახდეს ჩვენი რეალობა. მოკლედ, ყავს წითელი, შენ ყავს ყვითელი, შემდეგი რა არის? შემდეგი არის მწვანე, მოიცა? შემდეგი კი ბატონო. შემდეგი არის მწვანე, ვა რა ლამაზია. თან სიმბოლურია გირჩის ფორმა. მოკლედ, მწვანე ადამიანები და მწვანე ადამიანის დევიზი არის შემდეგი. საქმის არიდებას უფრო მეტ დროს დავახარჯავ, ვიდრე საქმის გაკეთებას. შენ წარმოგიდგენია, როგორები არიან? კი, ძალიან ბევრი ვიცი. შვიდები, წყნარები, სტაბილურები, მათთვის მნიშვნელოვანია ეს სტაბილურობა და სიმშვიდის განცდა, ხო? როგორც კი ეს დაირღვევა, აი გაქრებიან. შესაბამისად, ასეთი ტიპის ადამიანები ნაკლებად გამოირჩევიან ინიციატივებით. თავის თავზე არ აიღებენ ინიციატივას. თუმცა, რასაც დაავალებ და კარგად აუხსნი, უზადო შემსრულებლები არიან. ეხლა წარმოიდგინე, მწვანე როგორი ტიპია, რომ აი დაიწყო სადღაც აქედან და ძალიან ბევრი იშრომა და მოვიდა კონკრეტულ მომენტამდე და შემოვარდა ეხლა წითელი ან ყვითელი და სხვაგან უნდა რომ რელსებზე გადაიყვანოს. არ უნდა ბატონო ამ ადამიანს, ხო? მისთვის ეს სწრაფი, დაუგეგმავი, გაუთვალისწინებელი ცვლილება არის დამანგრეველი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ცვლილებებს ვერ ერგება, უბრალოდ მეტი დრო სჭირდება, რომ ეს ჯერ გაიაზროს, შეიგრძნოს და თვითონ მივიდეს იმ მომენტამდე, რომ კი ბატონო, ჩემს ცხოვრებაში პირობითად დადგა ცვლილების დრო. მოკლედ, ესეთი ავტორი როგორც გვეუბნება, ძალიან მომეწონა ეს ფრაზა, რომ თუ გყავთ გუნდში მწვანე და ამ ადამიანს დაავალეთ. ყოველთვის გამოგიწვდით დახმარების ხელს და თუ თქვა რომ გავაკეთებ, აუცილებლად გააკეთებს. დაავალეთ, აუხსენით ზუსტად როგორ და რა უნდა გააკეთოს, რომ მისთვის ეს გზა გაკვეთილი იყოს და ნათელი ხედვა გქონდეს და სანამ საქმის კეთებას დაიწყებს, შეამოწმეთ, რომ დაიწყო საქმის კეთება და თუ არ შეამოწმეთ, უკანა ოთახიდან ისე გაიპარება, რომ ვერც მიხვდები. ნინჯასავით გაქრება. ხო, ნინჯასავით გაქრება. მოკლედ, მწვანეები არიან ძალიან კარგი მსმენელები. აძლევენ სივრცეს ადამიანებს, რომ თავი გამოხატონ და ესე მშვიდად, ესე წყნარად უსმენენ. კიდევ რა ახასიათებს იცით? აი წითელი თუ იტყვის, რომ მე არ მომეწონა ეს საშინელი კონცერტი იყო, მწვანე იტყვის, რომ აი უკეთესებიც მინახავს. ყველანაირად აირიდებს კონფლიქტს, მკაცრ გამონათქვამს და არასოდეს შეურაცხყოფაზეც არ გადადის და ამით რაღაცნაირად ჰარმონიას და სტაბილურობას უზრუნველყოფენ ხოლმე და გეყოლებოდა შენ გუნდში მწვანე ადამიანები. კი, ძალიან ბევრი. მგონია რომ მეც ყოფილი ვარ ხოლმე მწვანე. რა თქმა უნდა. რაღაც პერიოდულად. ხშირად. და კი, როგორც შენ აღნიშნე, მაგ დროს მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლებმა, ხელმძღვანელმა, ან თუნდაც დაქვემდებარებულმა, კარგად აგიხსნას, რატო ჭირდება ის კონკრეტული საქმე, უფრო სწრაფად, ან იმ ვადებში. და ანუ წინასწარ გითხრას, რომ ვადები არსებობს, რა ვადებში უნდა მოხდეს ამ საქმის გაკეთება, რომ ის მზად იყოს, განწყობილი იყოს. და მე როგორც შენ თქვი, თუ თქვა რომ გავაკეთებო, ნამდვილად გააკეთებს. კი. და თუ დავფიქრდებით, ავტორიც ამას გვეუბნება, უმეტესობას გვახასიათებს ეს მწვანე ქცევა, იმიტომ რომ ყველას გვინდა უსაფრთხოება და ჰარმონია, ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანი სხვა ფერთან ერთად, რა თქმა უნდა, მწვანე ქცევასაც აღმოაჩენს თავის თავში. უბრალოდ ზოგისთვის ეს არის წამყვანი და საბაზისო ქცევა, ზოგისთვის არ არის საბაზისო, მაგრამ ეს ქცევებიც ახასიათებს, ხო არის ასე. მოკლედ, მან უნდა იცოდეს, რა მოხდება. და საინტერესო ისტორიას გვიყვება ავტორი.
ერთ-ერთი ღონისძიების შესახებ. მოკლედ თანამშრომელს შეუსრულდა რაღაცა მრგვალი თარიღი მოღვაწეობის და team leader-მა გადაწყვიტა, რომ სიურპრიზი გაეკეთებინა. დაურეკა ამ ადამიანის მეუღლეს და შეთანხმდნენ რა ტიპის საჩუქარი გადაეცათ ამ ადამიანისთვის და საჩუქარი იყო შემდეგნაირი. დაუგეგმეს მთელი შაბათ-კვირა, ოჯახთან ერთად გასვლა, ვახშამის ადი, კონკრეტული ადგილების მონახულება, ბავშვებთან ერთად გასეირნება და რაღაც ატრაქციონებზე გართობა და ეს მოკლედ დიდი ენთუზიაზმი და ამბით ამ ადამიანს გადასცეს ესეთი დაგეგმილი შაბათ-კვირა და გაეღუნა სახე. ჭეჭკელი. კი, მადლობელი იყო, თუმცა ეს ცერემონიალი რო დამთავრდა, ესეთი მოწიწებით მივიდა თავის უფროსთან და უთხრა, რომ ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ მეორეჯერ ასეთი რაღაც აღარ გამიკეთო და მოკლედ ეს ძალიან მწვანე ქცევა რა. არ უნდა გეგმა, არავის დავალდებული, ანუ ვინმემ რომ დაავალდებულოს და თავისი გეგმით ამოძრაოს, ეს მას არ უნდა, ხო? მთელი კვირა მუშაობს და შაბათ-კვირა უნდა რომ დაისვენოს. ამისთვის უნდა შაბათ-კვირა და წამოგორდოს და ლოგინში იკოტრიალოს, წაიკითხოს, ფილმს უყუროს. საერთოდ არ უნდა ეს სავალდებულო ვახშამი და გართობა და ასეთი ამბავი. მოკლედ საჩუქარს რო ვარჩევთ, აგერცოლსაც შეეშალა და დაფიქრება გვმართებს, რომელი ფერის ქცევები ახასიათებს ადამიანს, რომ აი არა ვცდეთ და ესეთი რამ არ დაგვემართოს. კარგი გასათვალისწინებელია ნამდვილად. კარგი ნინო და გადავიდეთ მეოთხე ფერზე, მოვიმზადე ეს ჩემი ლურჯი შოკოლადი. ლურჯი. ეს ანუ რო წავიკითხე ლურჯების შესახებ, რამდენიმე ადამიანი წარმომიდგა ისე თვალნათლივ და ეს თითოეული რაღაც მათი ქცევა და ქმედება. ალბათ მეც მახასიათებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე ნაკლებად. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს უღრმავდებიან. მათი დევიზია თუ არ მაქვს სრული კონტროლი, ესე იგი საერთოდ არ მაქვს კონტროლი. ან უნდათ რომ ყველაფერი აკონტროლონ. ისინი ყველაფრის სიღრმეში ჩადიან, ყველაფრის ანალიზს აკეთებენ, აფასებენ, შემდეგ ისევ გადახედავენ. ალბათ იშვიათად შეიძლება იყოს სხვა ადამიანი, რომელიც ამდენჯერ წაიკითხავს ერთსა და იმავე დოკუმენტს, გაასწორებს, თავისავე გადაასწორებს, კიდე გადაასწორებს და ასე შემდეგ. მათთვის მნიშვნელოვანი არის პროცესი. და ამ პროცესზე იმდენად კონცენტრირებულები არიან, რომ აი ნად დიდ სურათს უკვე ნაკლებად უყურებენ, უფრო ვიწრო ხედვით მოქმედებენ, რაც მათი გამოწვევა არის, მაგრამ ამ პროცესს მიყვებიან ძალიან ესე კირკიტით და მნიშვნელოვანია ხარისხის უზრუნველყოფა. ეს ხარისხი არის მათი დრაივი. და ამ ყველაფერს ისინი ისე სიღრმისეულად სწავლობენ, რომ მაგალითად მაღაზიაში თუ რამის ყიდვა უნდათ და ნივთიში არჩიეს. გამახსენდა ერთი ადამიანი, მათ უფრო კარგად იციან იმ ნივთის მონაცემები, ვიდრე კონსულტანტმა. ანუ ყველაფერს სწავლობენ ბოლომდე. კი, ისინი არიან იმის გამო, რომ ასე შაკირკიტებენ ამ პროცესებს, ხარისხს და ინტროვერტები არიან. აქვთ ხშირად ცივი გამომეტყველება, არ უნდათ ხალხთან ურთიერთობა, რადგანაც როგორც ვთქვით, ინტროვერტები არიან. ზოგ შეიძლება ეგონოს, რომ ისინი არიან გულცივები, არ აინტერესებთ სხვა ადამიანები, მარტო თავიანთი თავზე ფიქრობენ და ასე შემდეგ. სინამდვილეში ისინი ფიქრობენ საქმეზე და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც არიან, ხალხი კი აინტერესებთ, მაგრამ სამსახურს მიღმა. თუ დაუწყებ მას პირად ცხოვრებას ლაპარაკს, ძალიან არ ესიამონება. სამსახურში არც გიპასუხებს. არც გიპასუხებს, ხო. და ხო, მათი ეს ცივი გონებით მუშაობა, ბევრი პლუსის მომტანია სამსახურში, იმიტომ რომ თუ რამე გაინტერესებს, შეგიძლია კითხო მას და დაუჯერო, იმიტომ რომ მას აქვს ეს ბევრჯერ გადამოწმებული და შენ აღარ გჭირდება კვლევის და იმის რაღაც შეფასების გაკეთება იმისთვის, რომ იმაზე დააფუძნო შენი შემდგომი საქმეები. და ამ პირობებში ნინო, როგორ ფიქრობ, რითი შეიძლება რომ ცოტა დავძრათ ლურჯები და არ იყვნენ ასე ვიწროდ კონცენტრირებულები. თაკო შენ ახსენე, რომ
ბუქსაობა არის ამ ლურჯების გამოწვევა ხო ასე, იმიტომ რომ იმდენჯერში ამოწმებს, რომ მაშინ დრო იხარჯება, თუმცა კომპეტენტურები არიან და ასეთ შემთხვევაში მე თუ ვხედავ, რომ ეს პატერნი არ მემახასიათებს, ან ჩემი გუნდის წევრს ახასიათებს, აუცილებლად დავსვავ მარტივად დედლაინებს. და ვიცი რომ აი იმ დედლაინში რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ წაიკითხოს, მაგრამ ამ დედლაინში ხომ გააკეთებს. და კიდევ ხანდახან უნდა მოვაბრუნოთ ხოლმე, გამოვიყვანოთ ამ პროცესიდან და ცოტა დიდი ხედვაც, დიდი სურათიც დავანახოთ, რომ იკარგებიან ხოლმე, იმდენად დეტალებში ჩადიან, რომ ეს დიდი სურათი ავიწყდება და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამასთან ესეთი შეთანხმებული ის კონტეს, რა ქვია, შეგრძნებები და ასე შემდეგ. მოკლედ ჩვენი კრიტიკოსი ლურჯები, ამავდროულად არიან კრიტიკოსები, ეს კიდე მინდოდა რომ მეთქვა, ხო? მაგრამ კრიტიკოსები არიან იმიტომ, რომ საქმის გამოსწორება უნდათ და თვითონ თვლიან, რომ არიან გულახდილები. ამ დროს შეიძლება რომ მივცეთ უკავშირი ძალიან ისეთი მოზომილად და საქმეზე ორიენტირებულად და აუცილებლად ფაქტებით გამყარებული უკავშირი, რომ აი ეს ამდენი კრიტიკა სხვა ადამიანისთვის შეურაცხმყოფელია. ეხლა წარმოიდგინე შენ ყვითელი ხო გაგიჟდა და გადაირია. საერთოდ აღარც დაგელაპარაკება, ხო? ყვითელი ქცევის ადამიანი და უნდა გავახსენოთ, რომ კი ბატონო, კრიტიკა კარგია, მაგრამ ცოტა ზომიერების ფარგლებში. ყველასთან ასეთი გულახდილობა არ ვარგა, იმიტომ რომ სხვები სხვანაირად აღიქვამენ. მოკლედ ესეც ჩვენი მეოთხე ფერი ლურჯი და რა ვიცი, რა აზრი ქონდა ახლა ამ ყველაფრის შესწავლას, დაწერას, აი შენთვის რა წაიღე, მოდი ესე ვთქვათ, ამ წიგნიდან? ისევ და ისევ ის ანუ ბევრი ეპიზოდში გვისაუბრია, მაგრამ ახლა კიდევ უფრო რაღაც ლამაზად და სხვანაირად იყო ეს ყველაფერი აღწერილი, რომ ადამიანები ვართ მრავალფეროვნები. ყველას გვაქვს ჩვენი ხასიათი, ხო? ნუ რაღაცნაირად შეიძლება დავჯგუფდეთ, მაგრამ ჩვენი ტვინი კარნახობს სხვადასხვა საქმის გაკეთებას. როგორც ვთქვით, ვინ განსაზღვრა რომელია სწორი ქცევა და რომელი არა, ხო? ამიტომაც ერთმანეთის ლოგიკას პატივი ვცეთ, ერთმანეთის ქცევას პატივი ვცეთ, ერთმანეთის აზრს თავისთავად რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვეცადოთ დავინახოთ ისინი არა როგორც ჩვენზე ნაკლები, ან როგორც ავტორი იტყიო და იდიოტები, არამედ როგორც თანასწორები, ხო, რომელთა აზრი ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება ჩემსაზე უფრო ჭკვიანური იყოს. და ვეცადოთ, რომ ეს ჩვენი ხასიათები ერთმანეთს შევარწყათ. ხო, აი რა კოჰაბიტაციაში შევიდეთ, ხო? აი კომბინაციებსაც რო შევეხოთ სულ ორიოდე სიტყვით. აი მაგალითად, ავტორი გვეუბნება, რომ ძალიან კარგი კომბინაცია არის წითელი და ყვითელი. ორივე ენერგიული, ორივე სწრაფი, ორივე ექსტროვერტი, ეს საქმის გამკეთებელი და ის იდეების ფრქვევით მიდის და მაშობა რა ქვია, мотиваციას და იმედს აძლევს და ხა წარმოიდგინე ეს რა კარგი კომბინაცია. მეორე ძალიან კარგი კომბინაცია არის მაგალითად ლურჯი და მწვანე. ორივე არის ექსტროვერტი, ორივე არის მშვიდი, არც ერთს არ უყვარს სისწრაფე, ერთმანეთს პატივს სცემენ, ერთმანეთს უსმენენ და მშვიდად, წყნარად, სტაბილურად აკეთებენ საქმეს. აი კიდევ შენ რომელი კომბინაცია გესახება შესაძლო კარგ კომბინაციად? ყვითელი და მწვანე? ანუ ყვითელი და მწვანე ენერგიული თავისას გამოხატავს იდეებით დარბის, მწვანე ექსტროვერტი ზის მშვიდად და უსმენს და არ ეშლება ნერვები და რაღაცნაირად კარგად არიან ერთად. ასპარეს აძლევს რომ იყოს ყვითელი, ამას ეს მოსწონს და საქმეს მწვანე ძალიან კარგად გააკეთებს და ყვითელი შთააგონებს და აჩქარებს კიდევაც, ხო? აი კიდევ შესაძლო კარგი ვარიანტი, რაც წიგნიდან მახსენდება, არის წითელი და ლურჯი. კი, ერთი ინტროვერტია და მეორე ექსტროვერტია, თუმცა ორივე არის საქმეზე ორიენტირებული. წითელი შედეგზე, ლურჯი პროცესზე და წარმოიდგინე, რომ წითელი არის კატალისტი და ლურჯი არის ტორმუზი. ეხლა მანქანამ თუ
დანადგარმა რომ კარგად იმუშაოს ეს ორივე პედალი ხო გვინდა და აუცილებელია მთავარია ორივე ერთად ფეხი არ დააჭიროს. თორე ერთმანეთის დასაბალანსება და საქმეში ძალიან კარგი კომბინაცია ეს ორიც და რა გამოვიდა ახლა რომელი არის No. ეგეთი იქნება წითელი და მწვანე სავარაუდოდ, იმიტომ რომ წითელ საქმე უნდა სწრაფად გადაუდებლად, მწვანეს კიდე ფიქრი და თავის რუტინაში ყოფნა და თავისი გეგმის მიხედვით მოძრაობა. იმიტომ რომ მწვანე მოდესღაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ არასოდეს მიიღოს გადაწყვეტილება. უკანა ოთახიდან იპარება და წითელს აბობოქრდა, შეუძლია ასეთი ადამიანების ატანა და კიდევ შეუსაბამო არის ყვითელი და ლურჯი. ყვითელი ესეთი ენერგიული ბანკეტია ცხოვრება და ლურჯი ჩაყოფილი ამ Excel-ის ფაილებში თითქოს არაინტერესებს, არც პირადი, სხვა არაინტერესებს, ექსტროვერტია, ის ინტროვერტია და ერთმანეთის ტემპს ესენი და გაგებას ვერაფრით ვერ გაუგებენ, ხო? მოკლედ, სულ ეს იყო ეს არაჩვეულებრივი წიგნი და იმისათვის თან ახალი წელი მოდის, ხო? უნდა გადავახალისოთ ყველაფერი, კიდევ კარგად უნდა დავფიქრდეთ, სურვილებით ჩავიფიქროთ და თუ გვინდა რომ არ გვყავდეს გარშემო ბევრი იდიოტი და ჩვენც არ გამოვჩდეთ იდიოტებად, შეგვიძლია დავფიქრდეთ, რომელი ფერის ქცევები დომინირებს ჩვენში, ჩვენ გარშემო მყოფებში და რა სტრატეგიები შეიძლება შევიმუშაოთ, რომ მეც კარგად ვიყო, შენც კარგად იყო და საქმეც გაკეთდეს და ორივე მოგებულები დავრჩით. მაშინ ესეც ჩვენი ამ წლის ბოლო ეპიზოდი თაკო და გისურვებ რომ შვიდ გარემოში, ჯანსაღ გარემოში და რა ვიცი, ტიკეტით სავსე გარემოში ყოფილიყავი და რაც შეიძლება ნაკლები იდიოტი გარშემო.